ეს პატრიოტობა შევხედავ ყველა საკითხს რა, როგორც ძალიან დიდმა ქოცმა და მოყვარულმა კობახეთის და ბიძინასი რა, ამჯერა ამ ხალხს. მე რო ბიძინა მითხრა რომ 4 წელი იქნება ფანტასტიკური, ბიჭო, რატომ მოხდა რომ მე-13 წელს ამდენ მილიონებს პოულობ კორუმპირებულად მოპარულს. როცა ბიძინა მითხრა რომ 4 წელი იქნება საუკეთესო, რატომ მოხდა რომ ჩემი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი თავდაცვას პარავდა ფულს. როცა მითხრეს რომ 4 წელი ყველაზე მაგარი იქნებოდა, რატომ ხდება რომ მე-13 წელს ინფრასტრუქტურის მინისტრი ქვეყანას რომელსაც აბრეშუმის გზა უნდა ვიყოთ ინფრასტრუქტურიდან ფულს უპარავ, ხო? მშვიდობაზე მელაპარაკებიან და მშვიდობაზე მელაპარაკებიდან ჯარიდან ფულს მომპარავ. მე-13 წელს რომ ეს მივიღეთ. რატო ხდება რომ ბიძინა რომელიც ჩემთვის ყველაზე კაი მენეჯერი იყო, ერთხელ მომიყვანა კორუმპირებული კაცი. წაიყვანა მე გაცხელებულ ხინკალით მეორეჯერ რატომ მომიყვანა კიდევ ეს კორუმპირებული კაცი. როგორი არაბუნებია როცა გაკომენტარებინებენ, წარმოგიდგენთ ხალხი რომელიც აკომენტარებს, რომ შენ არ მოიპარავდი თანადროულად. ხო, ზუსტად, კი, ამით იმშვიდებენ თავს, ხო. ისეთ ეთიკას რო გადავსვენ ჩვენ შვილებს, რომ თანადროობას გააფუჭებ თუ ფული არ მოიპარე. კაი რა არიცოდი რომ ეხლა იპარავ და ეს გაცდა რომ კაი რა ეხლა გაიგე რომ ფული. რომ ბიჭო, ახლა არ გავიგეთ. მე მეორეც როცა არ უნდა გაიგო უდიდესი ტრაგედია. ეხა იმ მოხსენებით რომ მივიდა კახი კალაძე, მინდა ერთის დეპუტატი ახალგაზრდა ბიჭი რო არის, ჯერ აქციაზე ჩვენთან ერთად რო იდგა, რო იბრძოდა. აი შეხედოს და იცოდეს რომ ეგ არის სარკე, ეგეთი ახალგაზრდა იქნება მასთან, რომელიც ჯერ მზად არის აქ მას ეძახოს რუსი, ჯაშუში, არალეგიტიმური და დღეს მისი სიით იყოს იქ, მისგან ხელფას იღებდეს ბიუჯეტიდან და ეგეთ ხალხზე დგანან და ეგეთი ახალგაზრდები რომლებიც იყვნენ, აქ წარმოიდგინეთ თვითონ გენებო რომ deep state-მა შეცდომაში შეგიყვანან და შეცდომაში ყვანილი ხალხი თავენ პერსპექტივით რომელი კაცები აიღეს და წაიღეს და საკრებულოში შეიყვანეს და 4,000 ლარიანი ხელფასი მიცეს და რაღაც ხალხი და რაღაც ბავშვები თავპირი დაულეწეს ცემეს დღეს პირვადის გამოიჭერენ და ციხეში უშვებენ. ეგეთი ორი მოცემულობა და ამ ორ ახალგაზრდა შორის რა განსხვავება არის? როგორ მოახერხა ამ აქციაზე ყოფნა ბავშვმა 4,000 ლარი ხელფასი ქონდეს და იქ იყოს? როგორ მოახერხა ეს ციხეში? ამან რა ქნა? აღიარა ერთი მარტივი რამე. აღიარა მისი ფაშა ერთგულება უთხრა რომ მაგაზე წავიდა და მურჩდაკათა და მისი ყველა წავიდა საქართველოში ყველა ცოდვა ჩამოგეწერება თუ შენ აღიარებ იმ ერთადერთს